მასწავლებელი სასერტიფიკაციო გამოცდა მათემატიკაში 2026 წელი ამოცანა ნომერი 20. Z კომპლექსური რიცხვი აკმაყოფილებს შემდეგ ტოლობასო, გამოცემული გვაქვს ეს ტოლობა და ჩვენი მიზანია გავსაუბროთ რას უდრის ამ კომპლექსური რიცხვის მოდული, ხო? კი ბატონო, ესე იგი ჩავწეროთ რა ტოლობა გვაქვს z ჯერ 2 პლუს 3i უდრის z პლუს 1 ჯერ is. გავითვალისწინოთ, რომ ნებისმიერი კომპლექსური რიცხვი შეგვიძლია წარმოვადგინოთ ნამდვილი ნაწილისა x პლუს და წარმოსახვითი ნაწილის ჯამის სახით x პლუს y ამ სახით და თუ ესე შეგვიძლია წარმოვადგინოთ, მაშინ z-ის მაგალითად შეგვიძლია შევიტანოთ ეს მნიშვნელობა. და რა გვიქნება? ახლა რომ შევიტანოთ x პლუს y დავწეროთ z-ის მაგალითად, აგერ აქეთ გვექნება 2 პლუს 3i ეს უდრის z-ის მაგალითად ახაც x პლუს y გვექნება პლუს 1 არ დავაუწყდეს. კიდე გამრავლდება i-ზე. აქედან ჩვენ რას მივიღებთ? აქედან მივიღებთ გავხსნათ ეს ფრჩხილები. ეს გვექნება 2x გვექნება პლუს 3x გვექნება, x-ი რო ამაზე გამრავლდა, y ჯერ 2 იქნება პლუს 2y გვექნება, y რო 3-ზე გამრავლდება პლუს 3y კვადრატი გვექნება, ეს ტოლი იქნება. ეხლა x-ი გამრავლდება i-ზე პლუს y ჯერ i კვადრატი გვექნება, იმიტომ რომ i-ჯერი გვაქვს და პლუს კიდე i. ეხლა, მოდი ესეთი რაღაც გავიხსენოთ, რომ თვითონ წარმოსახვითი ნაწილის ერთეულის კვადრატი განმარტებით არის -1, ეს არის -1. ამიტომ ამას მოუშავოთ ესა და აგერ დავწეროთ მინუსი. და აქაც ანალოგიურად, აქაც ესეც -1, ამას თუ მოუშვით, აქ წინ მინუსი უნდა დავუწეროთ. ანუ რა გამოგვივიდა? ნახეთ ახლა ჩვენ აქედან რა გამოგვივიდა? აქედან ჩვენ გამოგვივიდა, რომ 2x გამოკლებული 3y, ხო? პლუს, მოდით აი აქ i გავიტანოთ ფრჩხილების გარეთ, გვექნება ფრჩხილებში 3x პლუს 2y, i გაზე გამრავლებული ტოლი იქნება მინუს y ჯერ, აი ამას ვწერთ, პლუს აქაც მოდი i გავიტანოთ ფრჩხილების გარეთ, ფრჩხილებში დაგვრჩება 1 პლუს x-ი i. ასეთი გამოსახული. ეხლა ორი კომპლექსური რიცხვი გვიწერია, რომელიც ერთმანეთის ტოლია. ორი კომპლექსური რიცხვი ერთმანეთის ტოლია მაშინ და მხოლოდ მაშინ, როცა შესაბამისი თავისუფალი წევრების და წარმოსახვითი ნაწილის კოეფიციენტებიც ერთმანეთის ტოლი a. შესაბამისად, აი ეს და ეს ცალკე ერთმანეთის ტოლი უნდა იყოს, 2x - 3y ტოლი უნდა იყოს -y-ის და აი ეს და ეს უნდა იყოს ცალკე ერთმანეთის ტოლი. წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ორი კომპლექსური რიცხვი შეუძლებელია, რომ ერთმანეთის ტოლი გამოგვივიდეს. ხო? ასე, ისინი დავშალოთ ავინა. და მოხსნათ ახლა ეს განტოლებათა სისტემა, აბა მოხსნათ. რა გვიქნება? ესე იგი 2x minus 2y ტოლი აქ ნულის აგერ და აქედან 3x პლუს 2y მოდი გადმოვიტანოთ ახლა ახლა გვექნება 2x გვექნება პლუს 2y გვექნება უდრის 1-ს. ნუ აქედან ორები შევკვეცოთ და აქედან გამოგვდის, რომ x-ი უდრის y-ს, x-ი თუ y-ს უდრის, მაშინ რა გამოგვდის ჩვენ? x-ი თუ y-ს უდრის, ჩავსვათ აგერ. ესე იგი, აქედან ჩვენ 2x პლუს კიდე 2x უდრის 1-ს, 4x-ი უდრის 1-ს და აქედან x-ი ტოლია 1/4-ის, ანუ x-ი უდრის 1/4-ს, y-იც უდრის 1/4-ს მაშინ. ანუ აი ეს ჩვენი გამოსახულება, აქ რაც გვიწერია, ტოლი ყოფილა, აქედან z-ი ტოლი ყოფილა, x-ი და y-ი ვიპოვეთ. z-ი ტოლი ყოფილა 1/4-ს, კიდე პლუს 1/4-i. ასეთი გამოსახულება მივიღეთ, ხოლო z-ის მოდული კიდე ტოლი იქნება კვადრატული ფესვი ნამდვილი და წარმოსახვითი ნაწილების კვადრატების ჯამიდან. იქნება ეს ჩვენი მოდული, ანუ 1/4-ის კვადრატს, რომელიც არის 1/16, კიდე დაემატება 1/16, ასე, ეს ტოლი იქნება, ამდენი იქნება ახლა ეს. 2/16, 1/8 ფესვი 1/8-დან, 1/8-დან ეს ტოლია 1 შეფარდებული ფესვი 8-სთან, ფესვი 8-სთან, ეს კი ტოლია 1 შეფარდებული 2 ფესვი 2-ის. შესაბამისად, საბოლოოდ დავწერთ პასუხს, z-ის მოდული, ამ კომპლექსური რიცხვის მოდული ყოფილა 1 შეფარდებული 2 ფესვი 2-თან. ასე ბატონო ჩემო.
რომელია პასუხი ეგა? პასუხი B.